გივი მიქანაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობას და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერას. მისი თქმით, განათლება საუკეთესო ინვესტიციაა, სწორედ ამიტომ განათლების სისტემის რეფორმა და მისი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. მონაწილეობა მივიღეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვებაში, სადაც 550 კურსდამთავრებული დავაჯილდოვეთ, მიულოცეთ მათ ეს დღე და მათ შორის 300-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებმაც ძირითადად სამედიცინო მიმართულებით, თუმცა ასევე სხვა ფაკულტეტებზეც აიმაღლეს თავისი ცოდნა და აპირებენ დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ქვეყანას. კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ყოველთვის არის ამაღელვებელი, არა მარტო იმ კურსდამთავრებულებისათვის, არამედ ჩვენთვისაც. იმატებს ჩვენს უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა რაოდენობა, იმიტომ რომ მიღებები იზრდება და ძალიან ვამაყობთ, რომ ესეთი კარგი კურსდამთავრებულები ყავთ და ესენი წარმოადგენენ მომავალ საქართველოს. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე. ალბათ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა სიბერემდე გრძელდება. პირველ რიგში ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს და ჩემს უნივერსიტეტს ვუსურვებ ბევრ წარმატებას მომავალი თაობის აღზრდაში.